ამ წუთებში ზუგდიდში, ქალაქში, რომელშიც კიდევ ერთი სინდისის პატიმარი დაიბადა და გაიზარდა, მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 19 წლის საბაჯიქიას თანადგომა მისმა თანამოქალაქეებმა, აქტივისტებმა გამოუცხადეს დღეს დილით თბილისიდან საბას მხარდასაჭერად მისი თანატოლები და არა მხოლოდ ზუგდიდისკენ გაემგზავრნენ რეჟიმის პატიმრობაში. ამ ფორმით სოლიდარობის აქტები არის ხოლმე ტრადიციად ქცეული უკვე გასულ კვირას უკანონო განაჩენის დადგომის თანავე აქტივისტებმა რუსთავში გამართეს გიორგი მინდაძის მხარდამჭერი საპროტესტო მარში. გაიღიმეთ ჩემთან ერთად უთხრა რეჟიმის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლმა საზოგადოებას საკუთარი საბოლოო სიტყვის დროს დარბაზში. საბაჯიქიას სიტყვას, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმის პროპაგანდა უბინძურეს კამპანიას აწარმოებს, უფრო დიდი წონა და ძალა აქვს, ვიდრე ყველას იმათი, ვინც ქართული სახელმწიფო მიიტაცა. გაიღიმეთ ჩემთან ერთად ეს სიტყვები მიმართულია თავად რეჟიმისკენაც. გაიღიმეთ, რადგან ბოლოს სიცილს სიმწრის ტირილიც მოყვება ხოლმე იმ უსამართლობის გამო, რაშიც იხარშებით და ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევას ცდილობთ. ასევე საბაჯიქიას საპროტესტო აქციაზე დღეს მისი ბებიაც იმყოფებოდა. საკმაოდ ემოციურია ის კომენტარი, რომელიც მან ზუგდიდში გააკეთა. ჩემი საბარი უდანაშაულო პირველად ამას ვიტყვი. ჩემი საბარი კარგი აღზრდილი, საუკეთესო ბავშვი იყო. მე 3 წელი მუშაობდი ოცნების კოორდინატორად. და საბარო დაიჭირეს მაშა საბამ დამირეკა და მითხრა ბებო მე შენმა ოცნებამ დამიჭირაო ბებო მე მაგას ბოდიში მოუხადე და დღესაც უხდი ჩემ საბას რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე საბასთვის. თავისუფლებას ვუცხადებ ჩემ საბას და სინდისის პატიმრებს. ვიცი რომ ჩემი საბა არის სანიმუშო, კარგი აღზრდილი არის და მართლა არ ხდებოდა ნარკომანები და ბანდიტები და ქურდები ყველა გარეთ არიან და რატომ ასეთი კაი ბავშვების შიგნით მაგათი ადგილი ნამდვილად არ არის. და ძალიან ცუდი ამბავია, რომ ჩემი საბა იქ არის, ჩემი საყვარელი, საუკეთესო ბავშვი. ყველა რო აფასებს, ყველას რო უყვარს, დიდი მადლობა მობრძანებისთვის თქვენს და საბას თანადგომისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, შემოკარგებო და გაიხარეთ.